ისრაელში საქართველოს პრემიერის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს უნდა შეხვდეს. გაიმართება აუდიენცია საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებთან, ასევე შეხვედრა ბიზნესმენებთან. ქართული დელეგაციის ვიზიტის დროს საქართველო-ისრაელის მთავრობებს შორის ეკონომიკური კომისიის მემორანდუმის ხელმოწერაც იგეგმება. ნინო გომართელი განაგრძობს ახლა საუბარს ისრაელიდან. ნინო, ეთერში ხარ. სულ ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისრაელში და უკვე რამდენიმე წუთში დაიწყება პირველი ოფიციალური შეხვედრა, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის რანგში გამართავს. აეროპორტში თელ-ავივში გაიმართა საზეიმო დახვედრის ცერემონია, რომელსაც ქართული დელეგაციის წევრებს დახვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ქართულ დელეგაციაში შედიან ეკონომიკური გუნდის წევრები, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, ამასთანავე საგარეო საქმეთა მინისტრი, რაც შეეხება ისრაელის მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო სწორედ ის მაღალი რანგის თანამდებობის პირი ისრაელის მხარეში, რომელმაც ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას და რომლის შედეგიც უკვე 15 აპრილიდან პირველი შედეგი დადგება. იგულისხმება სამსახურეობრივი და დიპლომატიური პასპორტები, რომელთათვისაც სავიზო რეჟიმი და მიმოსვლა გაუქმდება. 3 თვის შემდეგ კი უკვე რიგით მოქალაქეებს შეეხებათ ეს შეთანხმება. რაც შეეხება თავად ოფიციალურ ვიზიტს, რომელიც უკვე დაიწყო ისრაელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სულ ცოტა ხანში ირაკლი ღარიბაშვილი არაოფიციალურ გარემოში შეხვდება ადგილობრივ ბიზნესმენებს. აქ იქნება ქართული მხრიდან ორი მოხსენება საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, როგორც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები აცხადებენ, ძალიან დიდია დაინტერესება ისრაელის მხარის მხრიდან სხვადასხვა სექტორებით ეკონომიკურ საკითხებზე. აქ არის სოფლის მეურნეობის მინისტრის, როგორც უკვე გითხარით, რომელიც აცხადებს, რომ ძალიან ბევრი თემა და ბევრი სფეროა, რომელშიც არის კონკრეტული მიზნები და ინვესტიციების მოზიდვის რეალური შანსი. ამასთანავე მთავარი აქცენტი მთელი ამ ვიზიტის განმავლობაში გაკეთდება ეკონომიკურ საკითხებზე, იგეგმება რამდენიმე ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება სწორედ ეკონომიკურ საკითხებზე. ერთ-ერთი მათგანი არის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელზე მოლაპარაკებასაც პრემიერ-მინისტრი სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში დაიწყებს. ამასთანავე ირაკლი ღარიბაშვილს დაგეგმილი აქვს შეხვედრები როგორც პრეზიდენტთან, ისე პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან. მთავარი საკითხები იქნება ორმხრივი თემები, ეკონომიკური საკითხები იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ გარდა ამისა რასაკვირველია პოლიტიკური თანამშრომლობაც. ყველა ის ორმხრივი საკითხი, რომელიც ორ ქვეყანას შორის დგას დღის წესრიგში. და როგორც გითხარით, ეკონომიკის კომისიის მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იქნება პირველი შეხვედრა ასეთი სახის და მასზე ძალიან კონკრეტული საკითხები იქნება განხილული. ისრაელი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა სოფლის მეურნეობაში, ვთქვათ, იგივე ეს არის მესაქონლეობის მიმართულებით, ბერძეული მიმართულებით მესაქონლეობაში, ასევე საცხოვრების მიმართულებით, ბევრი სხვადასხვა მიმართულებაა, სადაც არსებობს კონკრეტული ინტერესი ისრაელის მხრიდან საქართველოს მიმართ და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ამ ვიზიტის დროს მოეწერება ხელი მემორანდუმს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის შექმნაზე და ასევე დაფიქსირდება, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ისრაელსა და საქართველოს შორის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებების განვითარება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ისრაელის კეთილი ნება, რომ ამ მიმართულებით მოხდეს მუშაობის წარმართვა, ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია ჩვენი მხრიდან. ოფიციალური ვიზიტი, პირველი ოფიციალური ვიზიტი პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე დაიწყო. 2 დღის განმავლობაში მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან გაიმართება შეხვედრები და ორმხრივი მოლაპარაკებები. გმადლობთ ნინო. ნინო გომართელი საუბრობდა ისრაელიდან. ვიზიტის დროს